რატომ ჰქონდა ოლიგარქს გამორჩეულად მძიმე რეაქცია შესაძლო ბრიტანულ სანქციებზე? შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. ბრიტანული სანქციები უდიდეს დარტყმას მიაყენებს მთლიანად მის ბიზნეს იმპერიას დაწყებული ბანკი ქართუთი. ლაპარაკია 100-მდე კომპანიაზე. საქმე ისაა, რომ ეს ფირმები რეგისტრირებულია გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ სივრცეში. აქ იგულისხმება ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც დაიწერა და გამოქვეყნდა ივანიშვილის ტექსტი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სახელით, სადაც წერია, რომ ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. ოლიგარქის სანქცირებისკენ ბრიტანეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას თემთა პალატიდან მიმართეს. ქეთინა დიბაიძე დეტალებით. ბალტიის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ახლა უკვე დღის წესრიგში დგება დიდი ბრიტანეთის მხრიდან ქართველი ოლიგარქის შესაძლო სანქციების საკითხი. ეს პროცესი არის უკვე დაძრული, წინადადება ინიცირებულია თემთა პალატაში და უახლეს კვირებში ალბათ გაირკვევა და ბრიტანეთის მთავრობა გადაწყვეტს ამ ინიციატივის ბედს. შეიძლება ითქვას, რომ რეაქცია, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ასეთი მძაფრი არასდროს ყოფილა არც ერთი სანქცირების არც ერთი პაკეტის შემთხვევაში და არც ერთი სანქცია პირის შემთხვევაში, მათ შორის არც მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. ახლა მისი გუნდის რეაქცია არის საკმაოდ მწვავე და დიდი ალბათობით იმიტომ, რომ ქართველ ოლიგარქს არაერთი კომპანია აქვს რეგისტრირებული დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში და შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილები, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა, მისი ოჯახის წევრები ბიზნესებს ფლობენ და მართავენ დიდწილად სწორედ ბრიტანეთის კუნძულებზე, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებიდან. ეს დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე რეგისტრირებული იმ კომპანიების არასრული სია, რომელიც ქართველი ოლიგარქის სახელს უკავშირდება. მინიმუმ 10 კომპანია ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონებშია დაფუძნებული. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბრიტანეთის მთავრობა ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი და მისი ოჯახის წევრების ბიზნეს იმპერია ჩიხში აღმოჩნდება. ქართველი ოლიგარქის სანქცირების ინიციატივა უკვე თემთა პალატის დღის წესრიგშია. განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებისგან, რომლის იურისდიქციაში პირდაპირ ქონება ფაქტობრივად ივანიშვილს არ გააჩნია, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არის სწორედ თავმოყრილი ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა, კომპანიების, რომლებიც არის სწორედ მისი ფინანსური და ქონებრივი მდგრადობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტია. მათ შორის არიან კომპანიები, რომლითაც ის მაგალითად ფულს რიცხავს და საქველმოქმედო ფონდ ქართულში, რომლის ანგარიშები გასაიდუმლოებულია. კორუფციის მკვლევრებმა კარგად იციან, რომ სწორედ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მფლობელობაშია ივანიშვილების არაერთი ქართული ბიზნესი. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დათვალა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში ქართველი ოლიგარქის 95-ზე მეტი კომპანია სანქციებში მოყვება. მაგალითად, ქართულ ბანკი და ქართულ ფონდი, გალერეა თბილისი, აქსის ტაუერსი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ტურიზმის განვითარების ფონდი, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. სპეციალისტების განმარტებით, ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას და ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეჩერებას ნიშნავს. თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესი, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში აქვს, პირველ რიგში ეს არის თანაინვესტირების ფონდი, ტურიზმის ფონდი, თქვათ, შემდეგ არის თქვათ გალერეა თბილისი, დიდი სასტუმროები და ასე შემდეგ. ყველა ამ ბიზნესების საბოლოო მფლობელი არის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, რომლის მფლობელის თავის მხრივ არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბრიტანეთის ხელისუფლება თუ სანქციებს დააწესებს, ეს კომპანიების დასანქცირდება. ამ კომპანიების დასანქცირება ნიშნავს, რომ გაეყინებათ აქტივები, ვეღარ განახორციელებენ ფინანსურ ოპერაციებს, შეუჩერდებათ ხელმისაწვდომობა დაფინანსებაზე და ასე შემდეგ. თემთა პალატაში შეტანილ წინადადებას ქართველი ოლიგარქის სანქცირების შესახებ ამ ეტაპზე 14 ხელმომწერი ჰყავს. ინიციატივის ავტორი ლიბერალ-დემოკრატი ჯეიმს მაკლიერია. ამ იდეის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციას ეღობება, ატარებს რუსულ ინტერესს და ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე. დაახლოებით ალბათ 2-3 კვირაში ჩვენ გავიგებთ აი ამ წინადადების ბედს და თუ კი დაწესდება სანქციები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ბრიტანეთი ალბათ არის ის სახელმწიფო, რომელსაც შესცქერიან, უყურებენ და ითვალისწინებენ სხვა ევროპული სახელმწიფოები და ზოგადად მსოფლიოში სხვა ქვეყნები. ეს გაურთულებს ბიძინა ივანიშვილს და თითქმის შეუძლებელს გახდის მისთვის რაიმე სახის საერთაშორისო ფინანსურ და ბიზნეს გარიგებებში მონაწილეობა
მდგომარეობას, ეს დაამძიმებს მის ფინანსურ მდგომარეობას. ბრიტანული სანქციები ივანიშვილების ბიზნესისა და ფინანსური სტაბილურობისთვის სერიოზული დარტყმა რომ იქნება, ამას არც თავად მალავს. სწორედ მისი პარტია ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პასუხი არ დააყოვნა. შეურაცხმყოფელი ბრალდებებით სავსე ვრცელი საგანგებო განცხადებით, ოლიგარქი ბრიტანეთს გლობალური ომის პარტიის სათამაშოდ მოიხსენიებს. უწუნებს კანონის უზენაესობის პრინციპის პატივისცემას. დღეს აღარავის გახსენებია არაერთგზის გამეორებული პარტიული გზავნილი, რომ სანქცია მათთვის ჯილდოა. ძალიან ცუდია, როდესაც ხედავთ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს, როდესაც პირდაპირ ყველა გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე, ყუილზე, პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავი არის და რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. ეს ზოგადად მსოფლიოში ხედავთ რა ვითარება არის. ძალიან ბევრი რამე შეიძლება დარწმუნებული ვარ 20 იანვრის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვს ყველას. ასეთი შიშით და ბრაზით ქართული ოცნება აქამდე სანქციების არც ერთ პაკეტს შეხვედრია. მათ შორის არც ამერიკის მიერ მისი საპატიო თავმჯდომარის სანქცირებას და არც ბრიტანეთის მიერ მისი 5 ძალოვანის, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის. ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, დიდი ბრიტანეთი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს სათანადო სიმძაფრით აღიქვამს. ივანიშვილის სიმდიდრე იყო მათთვის რაღაცა დამცავი შრე. აღმოჩნდა, რომ პირიქით სწორედ ეს სიმდიდრე არის იარაღი, მათ შორის ივანიშვილზე ზეწოლის მოხდენის დასავლეთის მხრიდან. არჩევანი ჯერ კიდევ დარჩენია ბიძინა ივანიშვილს, ნაკლებად მძიმე ზიანი მიიღოს თუ დამანგრეველად მძიმე ზიანი. სხვა არჩევანი უბრალოდ მის წინაშე დღეს არ დგას. ამიტომ დროულად უნდა მოიგოს გონს და აღმაყოფილოს ეს მოთხოვნები, რაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს პირველ რიგში. ველოდებით თუ არა, მე პირადად აღარ ველოდები. მე მგონი რომ რისი გაკეთება შეეძლოთ, რაც უნდათ გააკეთეს. ალბომ უკვე უმტყუნა. ის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და რუსული ინტერესების ხელშეწყობისთვის სანქცირებულია თავარი სტრატეგიული პარტნიორის და ბალტიის ქვეყნების მიერ. რამდენიმე კვირაში გაირკვევა მისთვის ყველაზე მტკივნეული ბრიტანული სანქციების საკითხი.